2025 წლის 15-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების მკვლევართა მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ხელოვნება დროის კონტექსტში. კონფერენცია წელს ჩატარდა იუნესკოს მხარდაჭერის ფარგლებში. ღონისძიების საზეიმო გახსნა შედგა 15 ოქტომბერს დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში. ღონისძიება გახსნა პროფესორმა ნატო გენგიურმა კონფერენციის ინიციატორმა და ორგანიზატორმა მისი დაარსებიდან დღემდე. ბედნიერი ვარ, რომ დღეს უკვე მე-18-ად ვხსნით ჩვენ საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც უკვე ამხელა ტრადიცია ჩამოუყალიბდა. მე-18-ია წელს უკვე. ასე რომ სრულწლოვანების ასაკშია გადასული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დრო მიდის და ჩვენი კონფერენცია სულ უფრო და უფრო ვითარდება. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ, ჩვენი სტუმრები, ჩვენი მომხსენებლები ერთად შევიკრიბებით და ხვალ და დღეს ვისაუბრებთ ხელოვნებაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხელოვნებაზე საუბარი, ხელოვნების კვლევები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ ხელოვნების შექმნა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ღონისძიების ჩატარებისა და მხარდაჭერისთვის იუნესკოს, რომლის დაფინანსებაც მივიღეთ წელს ჩვენმა პროექტმა კონფერენციისა და კრებულის გამოცემისთვის იუნესკოს მხარდაჭერა მიიღო და ამაყი ვართ ამით, იმიტომ რომ დაფასდა ის მიზნები და ის ამოცანები, რომელსაც ისახავს ჩვენი კონფერენცია მიზნად. მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კონფერენციის კოორდინატორი, სახელოვნებო მეცნიერებების მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ზვია დოლიძე, ასევე მოწვეული უცხოელი მკვლევრები, პროფესორი სანდრა რაზვანა, ჩერნატი ბუქარესტის კარაჯიალეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, პროფესორი იოსიპ ასტრუკოვი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, პროფესორი მარიან ცუცუი, ბუქარესტის ჰიპერონის უნივერსიტეტი, პროფესორი ბილგე კალკავანი, თურქეთის ჰასან კალინჩუს უნივერსიტეტი და პროფესორი ნარინე სარქსიანი, ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს კონფერენციის მნიშვნელობას, როგორც სახელოვნებო მეცნიერებების კვლევის განვითარების, ისე საერთაშორისო აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი საქმე გეცდება ჩვენს უნივერსიტეტში ასეთი სახის სამეცნიერო ფორუმის ჩატარებით, იმიტომ რომ აქ უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობენ ჩვენი საზღვარგარეთელი კოლეგები და ეს ჩვენ სიამაყის გრძნობით გვავსებს. როგორც კალბატონმა ნატომ აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები არიან ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი და ესეც დიდი საქმეა, იმიტომ რომ როდესაც ამ კონფერენციას ვიწყებდით ბევრი წლის წინ, მაშინ არ იყო ასეთი ფართო დიაპაზონი, ამიტომაც მათაც მადლობა, რომ ისინი მონაწილეობენ ამ კონფერენციაში. ღონისძიების გახსნის დღეს გაიმართა ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულის კულტურა ციფრულ ეპოქაში მე-5 ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი გამოიცა გასული წლის კონფერენციის მასალის საფუძველზე. პრეზენტაცია წარადგინა პროფესორმა ნატო გენგიურმა, რომელიც ასევე კრებულის მთავარი რედაქტორია. ილოცავთ ყველას, ვინც ამ ჟურნალის შექმნაში მონაწილეობთ, ვისაც წვლილი გაქვთ ამ ჟურნალის შექმნაში, იმიტომ რომ უნივერსიტეტისთვისაც, მონაწილეებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამეცნიერო ჟურნალსა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს სარედაქციო საბჭოს წევრებმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და პროფესორმა ლელა უჩიაურმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბევრი მნახველთან ერთად ჩვენ, ბევრი ჩემი კოლეგა და მეთანხმება, რომ ციტირების იმაშიც აღმოჩნდებით ხოლმე ობიექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი უნივერსიტეტების ცხოვრებისთვის, ჩვენი სამეცნიერო საქმიანობისთვის და იმ კონტაქტებისთვის, რომლებსაც ჩვენი გამოცდილები თუ ჩვენი კოლეგები მსოფლიოდან ამ გამოცდილებას გვიზიარებენ. გახსნის ცერემონიის დასასრულ სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი შალუტაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო კონფერენციებისა და კულტურული კავშირების ჩამოყალიბების მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებისთვის.
მე ვფიქრობ ასეთი შეხვედრები ცდება მაინც კონკრეტულად ხელოვნების კვლევის ფარგლებს. რადგან ჩვენ ცხოვრობთ უაღრესად რთულ დროში. ჩვენ ცხოვრობთ დროში, სადაც მატერიალისტური აზროვნება და მერკანტილური ინტერესები ძლავრობენ ჰუმანიზმზე, ჩვენიერებაზე, კეთილშობილებაზე და ღირსებაზე. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ მარადიულ ღირებულებებზე დაფიქრდნენ, რადგან სწორედ ეს შეადგენს ადამიანური არსებობის შინაარსს. და დავამთავრებ ჩემ გამოსვლას ჩემს ერთი ძალზე ძვირფასი რეჟისორის სიტყვებით, რომ მშვენიერებას მივყავართ აზროვნებამდე, ხოლო აზროვნებას მარადიულ კითხვებამდე. Thank you very much. კონფერენციის გახსნის დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის გაფორმება უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ტრადიცია, რომელიც რეგულარულად ხორციელდება აღნიშნული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. კონფერენციის პროგრამა მოიცავდა 12 სექციას: თეატროლოგია, ქორეოლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებაცოდნეობა, მუსიკოლოგია, მედიის კვლევები, კულტურული ტურიზმი და ხელოვნების მენეჯმენტი. დღეს მე-18-ად გაიხსნა ჩვენი ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, იმიტომ რომ არც ერთი წელი მისი დაფუძნებიდან არ ყოფილა გამოტოვებული. ანუ პანდემიის დროსაც კი მაშინვე მოვახდინეთ ადაპტირება და ონლაინ დავიწყეთ კონფერენციის ჩატარება. ეს იმას ნიშნავს, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მუდმივად არის სახელოვნებო დისკურსი, მუდმივად არის ხელოვნებაზე ფიქრი, საუბარი, კითხვების დასმა, რომელსაც წინ მიყავს საზოგადოება ნამდვილად, იმიტომ რომ ამ კონფლიქტების დაძაბულობების პერიოდში ნამდვილად გვჭირდება ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც გაფიცხებას კი არ გამოიწვევს, არამედ გააზრებულ დაპარაკს, კითხვების დასმას, ისეთი კითხვების დასმას, რომელსაც განვითარებისკენ და წინსვლისკენ მიყავს საზოგადოება მთლიანად. ამიტომ აი ეს მეჩვენება, რომ ეს არის ჩვენი კონფერენციის მთავარი დედაარსი და ისიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელოვნების ყველა დარგს აერთიანებს ჩვენი კონფერენცია, ასევე მედიას, ასევე კულტურულ ტურიზმსა და ხელოვნების მენეჯმენტს. მუსიკოლოგია იქნება ეს, ქორეოლოგია, ხელოვნების ისტორია, კინო, თეატრი. აი ამ დღეების განმავლობაში ეს ხდება ხოლმე ეს ნიმუშები ხელოვნების ჩვენი ყურადღების ობიექტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გვაჩვენებს სიცოცხლეს, კულტურულ პროცესს, ცხოვრებას და არა მარტო აკადემიურ პროცესს, არამედ ეს თვითონ კულტურული ცხოვრება. ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას გერმანიის, რუმინეთის, ბულგარეთის, ლატვიის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, აი ძალიან ბევრი მომხსენებელი და ავტორი ყავს ამ კონფერენციაზე. წელსაც 8 ინსტიტუციაა უცხოური ჩართული, ადგილზეც ჩამოვიდნენ, ეს ცოცხალი ურთიერთობები კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნაწილი უცხოელების ონლაინ ჩაერთვება და წარმოადგენენ თავის მოხსენებებს, ასე რომ ძალიან მრავალფეროვანი დღის წესრიგი გვაქვს. უბრალოდ არ დამავიწყდეს, რომ აი ჩვენი ქართველი მკვლევარებიც, რომლებიც არიან სხვა უნივერსიტეტებიდან და ხელოვნებით არიან დაინტერესებული, განსაკუთრებით კონსერვატორია, აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი. აი ესენი ყოველ წელს არიან ჩვენი მონაწილეები და მუდმივი ავტორებად და მომხსენებლებადაც გადაიქცნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოქტორანტებიც იღებენ მონაწილეობას და მათთვის ეს არის დიდი გამოცდილება და საკუთარი თავის ჩვენების კიდევ ერთი შანსი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელს იუნესკოს ეგიდითა და იუნესკოს მხარდაჭერით ტარდება ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ჩემი აზრით კონფერენცია.
რადგან ვფიქრობ, რომ ხელოვნების განვითარება, ხელოვნების კვლევის გარეშე არის უბრალოდ შეუძლებელი. და მეორეც, ეს არ არის მხოლოდ ხელოვნების კვლევა, ეს არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების კვლევა, ეს გახლავთ რეალურად საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და სოციალური პროცესების განხილვა, იმიტომ რომ ხელოვნებაზე უკეთესად ვერაფერი ასახავს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან არიან არაერთი უცხოელი სტუმარი, უცხოელი სტუმრები ჩაერთვებიან ასევე ონლაინ რეჟიმით და მინდა ძალიან დიდი წარმატება უსურვო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს, ქალბატონ ნატო გენგიურს, ასევე ჩვენი წიგნის რედაქტორებს, მთლიანად მთელ კათედრას, დეკანს ბატონ ზვიადდოლიძეს და ვფიქრობ, რომ ეს, როდესაც ესე ფართოვდება არეალი კონფერენციის მონაწილეთა, ესე ფართოვდება სპექტრი ინტერესების, ესე ფართოვდება მკითხველთა წრე, ეს ნიშნავს, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია. წარმატებას უსურვებ ყველა მონაწილეს. სექციების მოდერატორები იყვნენ პროფესორები ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური, გიორგი ჩართოლანი, ნატო გენგიური და მალხაზ ღვინჯილია, ასოცირებული პროფესორები მაკა ვასაძე, მარინე ხარატიშვილი, ნანა დოლიძე, თამარ ცაგარელი, მაია ლევანიძე, გვანცა ღვინჯლია კონსერვატორიიდან, ეკატერინე კიკნაძე და მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ირმა დოლიძე. ვფიქრობ, რომ თეატრის და კინოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული და ქალბატონი ნატო გენგიურის მიერ ორგანიზებული ეს კონფერენცია, რომელიც წელს უკვე მე-18-ად ტარდება, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, ხელოვნების მკვლევრებისთვის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მკვლევრებისთვის და თუნდაც ის ფაქტი, რომ წლევანდელი კონფერენცია იუნესკოს მიერ არის დაფინანსებული, უკვე მრავლის მეტყველია. გარდა ამისა, წლევანდელ კონფერენციაში ნელ-ნელა ამ კონფერენციამ მიიღო საერთაშორისო ხასიათი და ფორმა და წელს უკვე ჩვენთან რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან არიან მონაწილეები, სხვადასხვა დროს კიდევ სხვა და გერმანიიდან იყვნენ, პოლონეთიდან. ასე რომ ეს კონფერენცია ნელ-ნელა გახდა ისეთი სახელი მოიხვეჭა, არა მარტო ვთქვათ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელს ევროპაში შეიძლება ითქვას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ამ კონფერენციის მასალა ყოველთვის ბეჭდური სახითაც და ახლა უკვე ციფრული სახით იდება საიტზე და როგორც წელს კონფერენციის გახსნაზე აღნიშნა ქალბატონმა ნატომ, მნახველების და დაინტერესებული და მკითხველების ციფრი ძალიან დიდია, რაც ჩვენთვის, მკვლევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს უნივერსიტეტს ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის არსებობას მის კედლებში. It's my third time I attend the conference. ეს ჩემი მესამე კონფერენციაა, თუმცა დღემდე ონლაინ ვღებულობდი მონაწილეობას, ასე რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტია თბილისში. რუმინელებმა საქართველოზე თითქმის არაფერი იციან. ანთიმოზ ივერიელის, რაგბისა და შესანიშნავი ქალი მოჭადრაკეების გარდა. მე ბედნიერი ვარ, რომ კინოს სპეციალისტი გახლავართ და ქართული კინოს შესახებ ბევრი მსმენია. ამიტომ ჩემთვის პრივილეგიაა ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. შეხვდი რამდენიმე ძველ ნაცნობს, შევიძინე ახალი მეგობრები. ვფიქრობ, რომ ეს მე-18 კონფერენცია წარმატებული იქნება. კულტურა ხომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო კარიბჭეა. I'm so happy and excited to be here. ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. გასულ წელს დისტანციურად მივიღე მონაწილეობა, მაგრამ წელს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა უშუალოდ დავესწრო კონფერენციას. ჩვენ ვისაუბრებთ ხელოვნებაზე, მაგრამ ასევე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში შევისწავლით იდეებს თუ როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ახალ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს, როგორ შეგვიძლია მისი ინტეგრირება ხელოვნებაში, როგორ არის ის ინტეგრირებული მედიის კვლევებში, მედია წიგნიერების კუთხით. I think that this type of gathering ვფიქრობ, ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვნება ყოველთვის ხიდებს აგებს თემებს შორის, განსაკუთრებით ამ რთულ დროს. ხელოვნება არის ერთადერთი ენა, რომელსაც შეუძლია ყველას გაერთიანება.
ის გვეხმარება სირთულებთან ბრძოლასა და მათ დაძლევაში. კონფერენციას ესწრებოდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ თანამედროვე სახელოვნებო კვლევებთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება. თეატრალურ უნივერსიტეტს აქვს კონფერენციების ძალიან დიდი ტრადიცია. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ვიყებ მონაწილეობას და უკვე რამდენიმე წელია, რაც უკვე ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციაში ვიყებ მონაწილეობას, რაც არის ძალიან კარგი საშუალება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე უკვე ჩამოყალიბებული მკვლევრებისთვის, რომ თავიანთი ნაშრომები, ის სამეცნიერო ინტერესები, რასაც ისინი ამუშავებენ ბოლო წლების მანძილზე, ისინი ერთი მხრივ წარადგინონ პროფესიულ წრეებში და მეორე მხრივ გააცნონ ფართო საზოგადოებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაშრომები იბეჭდება შემდეგ უკვე ორენოვან პუბლიკაციაში და ეს გვაძლევს საშუალებას როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან მკითხველს გავაცნოთ ქართულ ხელოვნების ისტორიაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები. წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობდა 71 ქართველი და უცხოელი მკვლევარი, 16 უნივერსიტეტიდან ან კვლევითი დაწესებულებიდან. მათ შორის 8 საქართველოს, ხოლო 8 უცხოური უნივერსიტეტებიდან: გერმანია, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, სომხეთი, ლატვია და სხვა.